ევროსაბჭოს გენერალური მდივანი თბილისში შეხვედრებს განაგრძობს. ალან ბერსე დღეს სამი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. ამის შემდეგ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი დელეგაციასთან ერთად უკვე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეგახსენებთ, პირველი შეხვედრაც, რომელიც ალან ბერსემ თბილისში გამართა, ასევე იყო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. დღესვე ალან ბერსე ხვდება აქციების მსვლელობისას დაშავებულ მედიის წარმომადგენლებს. უცნობია, მიწვეულია თუ არა შეხვედრაზე მედიის ყველა ის წარმომადგენელი, რომელმაც აქციების მსვლელობისას დაზიანება მიიღო. საქართველოს პირველი არხის ჩართვის ოპერატორი დავით ბეჟანიშვილი და ოპერატორი ბესიკ გაფრინდაშვილი აცხადებენ, რომ მათ არავინ დაკავშირებია. ასევე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს დღეს შეხვდა პატიმრობიდან გათავისუფლებული ალეკო ელისაშვილი. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში გუშინ დაიწყო. ხვალ არის დაგეგმილი ალან ბერსეს შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ასევე ხვალვე უნდა გაკეთდეს განცხადებები მედიისთვის. დაწვრილებით ვისაუბრე კონკრეტულად ჩემს საქმეზე, იმის შესახებ, რომ გამოძიებას ამ დრომდე არაფერი კონკრეტული არ გაუკეთებია, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოღებულია თუ არა, ამ კითხვაზე პასუხიც კი ვერ მივიღე. პირადად ჩემი თხოვნა იყო დელეგაციის მისამართით, რომ გარდა განცხადებისა კონკრეტული ნაბიჯებიც გვჭირდება მათგან. ვუთხარი, რომ მათი ნეიტრალური განწყობა აძლიერებს ამ სისტემას, რუსულ სისტემას, რომელიც მიზანმიმართულად უსწორდება ამ შემთხვევაში მასმედიას, კრიტიკულ მედიას იმისთვის, რომ დაგვაშინოს და ამ ფორმით ჩაახშოს ხმა ამ ქვეყანაში. ჩემი შემთხვევაც და ჩემ გარდა კიდე ძალიან ბევრი ადამიანის შემთხვევას ემთხვევა, ყველანი ვართ ჩვენ ნაწამები. წამება გრძელდებოდა დაახლოებით 15-20 წუთი და შედეგიც რაც მივიღეთ სახეზე, მივიღე რომ ცხვირი გამიტეხეს, ტვინი შეყვა და ძალიან დიდი ზიანი მომაყენეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური. აუცილებელია მათი ჩართულობა. ჩემი აზრით, რა ვიცი, ქართულ ხალხს ახლა გვჭირდება დახმარება, გავერთიანდით ყველანი ერთად ვართ ერი, თუმცა დახმარების გარეშე რთულია ებრძოლო ამდენ უსამართლო ადამიანს. ჩვენ იცით, რომ პერიოდულად ვაქვეყნებთ ინფორმაციას ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით, ასევე რა თქმა უნდა ვსაუბრობთ კონკრეტულ მოსამართლეებზე, პოლიციელებზე, რომლებიც ამ ყველაფერში არიან ჩართულები, გვაქვს ფაქტები, როგორც ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელიდან, იცით, რომ 11 არასამთავრობო ორგანიზაცია იცავს დაკავებულების უფლებებს, ასევე საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროები. დღეს იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ დავითიც მოგვეყვანა და ჟურნალისტებიც მოვლენ, დაზარალებული ჟურნალისტები, იმისთვის, რომ მათგან გაიგონ პირდაპირ რა მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, როგორ ირღვეოდა მათი უფლებები, როგორ ცემდნენ და როგორ უსწორდებოდნენ მათ.